Სამები ძვირფასო მაყურებლებო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე მინდა თქვენ წარმოგიდგენოთ ვიდეო სანთლების დანთების მნიშვნელობაზე. და თურმე სანთლის მოკიდება ტყუილად ისე უბრალოდ არ შეიძლება. ამ თემაზე ვიდეოს წარმოგიდგენთ რობერტ ოქსუზიანი. საერთოდო საიდან მოვიდაო ტრადიციები და როდის შემდეგ დაიწყო ხალხმა სანთლის ანთება. კიდევ 5000 წლის უკანო იყენებდნენ სანთლებს იმისთვისო გაეწმინდათო სივრცე, თაყვანი ეცათო ღმერთებისთვის, ან ვინმე გაეთვოთო, ან თავის საკუთარი თავი გაეთვოთო და რელიგიურ პირობებში სანთლები გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით. მაგალითად, ქრისტიანულ რელიგიაში ითვლება, რომ სანთელი არის როგორც ქრისტე და პასხეთზე სანთელი ინთება როგორც სიცოცხლის სიმბოლო. დაკრძალვებზე სანთელი ინთება სულის გაცილების მიზნით. ბუდიზმში კი ცეცხლი ითვლება ცოდნის გზად. ესე იგი, ბუდისტები თვლიან, რომ სინათლის ანთება ნიშნავს, რომ სულის განათება ხდება. ეზოთერიკაში კი თვლიან, რომ სანთლის ცეცხლი უდრის ჩვენში მყოფ ცეცხლს. იგი სანთლის ცეცხლი ალი, წაკიდებული ალი ნიშნავს ჩვენში მყოფ ცეცხლს, ცეცხლის ალს. ცეცხლი ეს ოგნისიანი ამბობს თითოთით ოქსუზიანი, რობერტ ოქსუზიანი ამბობს, რომ თulis რომ ცეცხლი ეს არის სიცოცხლის წყარო. სინამდვილეში მასეცა კოსმოსში მთავარი სტიქია არის ცეცხლის სტიქია, ენერგიის სტიქია. არსებობს აგრეთვე მითოლოგია, სადაც პრომეთემ ცეცხლი მოგვიტანა. ქართულ მითოლოგიაში კი პრომეთე არის ამერანი. ზოგი ამბობს, რომ ამერანი იგივე პრომეთეა, ზოგი ამბობს, რომ ამერანი პრომეთეს ძმა. ხო, ამერანმა ხომ მოგვიტანა ცეცხლი ქართული მითოლოგიის მიხედვით. სხვა ტრადიციებში კი პრომეთე იყო. ადრე დანთება ცეცხლს იყო შეუძლებელი. უბრალოდ ხელი უნდა შეკეწყო, რომ ცეცხლი არ ჩამქრალიყო. შამანიზმში კი ცეცხლი არის თვლიან სამყაროებს შორის გამცილებლად. ხო, ესე იგი ცეცხლის დახმარებით სულს ეძლეოდა საშუალება, სული გადაადგილდებოდა სამყაროებს შორის. სანთლის ალი სიმბოლიზირებს ტრანსფორმაციას. კი, ცეცხლს შეუძლია შენ დაგწვას, მაგრამ ცეცხლს შეუძლია აგრეთვე შენ მოგცეს რესურსები, ძალა. ცეცხლს შეუძლია შენ გაგათბოს, მაგრამ აგრეთვე დაგწვას. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ცეცხლს, ან ცეცხლის ალს, ჩვენ შევდივართ ალფა და ტეტრა დონეებში. ეზოტერიკული თვალსაზრისით სანთელი არის. სანთელი წარმოადგენს 4 ენერგიას. ესე იგი, ალი, სანთლის სხეული კი დედამიწა, ორთქლი, რომელიც ასდის სანთელს, ხაერი წარმოადგენს ხაერს და მეოთხე ელემენტი წყალი,
რომელიც არის იგივე ის პარაფინი თუ რისგანაა გაკეთებული სანთელი, შეიძლება ეს იყოს ნებისმიერი მასალა. აი ეს არის წყალი, რომელიც დნება მასალა, რომლისგან არის გაკეთებული სანთელი, დნება და ის წარმოადგენს წყალს. ეს იგი ორი სტიქია. ალი, ცეცხლის ალი, მიწა მასალა, რისგანაც არის გაკეთებული სანთელი, ოღონდ ჯერ სანამ ის დადნება, წარმოადგენს მიწას. შემდეგ ორთქლი, რომელიც ასდის, წარმოადგენს ჰაერს და ბოლოს დამდნარი მასალა. მე რატო ვამბობ ასე? იმიტომ რომ დღეს ნებისმიერი მასალის განაკეთებენ, ნებისმიერი არა, უпроსტად ცდილობენ გააკეთონ იაფიანი მასალისგან, რაც ხელმისაწვდომია სანთლები. მაგრამ თაფლის სკისგან გაკეთებული სანთლები ძვირი ღირს და არა ისეთ რაოდენობით გაყიდვაში, თუ არის ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ რომ სანთელი წარმოადგენს ატრიბუტს საერთოდ ეზოტერიკაში და სხვა რიტუალებში. სანთელი გამოიყენება ყველა რელიგიური რიტუალების დროს, მაგიური რიტუალების დროს. ეზოტერიკაც თulis რომ სანთელს ასეთი ძალა აქვს. სხვადასხვა მე მინდა დავამატო, რომ თურმე ხომ არის ჩვენ ხანდახან უშუქობის დროს სანთლებს ვანთებდით. სანთელი არ უნდა ჩააქრო დაბერვით. უნდა დაისველო, ან თუნდაც დაისველეთ, მაგრამ უცებ ასე დარტყმეთ, ორი თითის დარტყმეთ, შეგიძლიათ ჩააქროთ ალი სანთლის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუბეროთ. და დაბადების დღის სანთლებს მოდაში ახლა უბერავენ სულს და ისე აკრობენ, ჯერ ჩაიფიქრო უნდა თითქოს სურვილი და მერე უნდა ჩააქრო. ეს თურმე არასწორი პრაქტიკაა. რატომ და ცეცხლი არის სიცოცხლის წყარო და ცეცხლი კოსმოსშიცაა. ცეცხლი მნიშვნელოვანი როლი, ცეცხლი თამაშობს მნიშვნელოვან როლს სიცოცხლის შექმნაში. ამიტომ დაბადების დღეებზე არ უნდა ჩააქროთ. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. და თქვენ, რომლებსაც ძალიან გაწუხებთ თქვენი სიცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა, ეს პრაქტიკა უნდა გაუქმოთ. თუ თქვენ კარგი გინდათ თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, ბავშვებისთვის მით უმეტეს. და რა მინდა შეგახსენოთ, იესოს დროს, როდესაც პირველი ქრისტიანობა შემოვიდა, მაშინ სანთლები არ იყო. შეიძლება იყო, მაგრამ ძალიან ნაკლებად. უფრო ეგრეთ წოდებული მათ მაშინდელ ეკლესიებში. მაშინ იყო, ხო და ხანდახან, ხო რატო წამოვიწყე ახლა ეს მე? არა, მე ასს არ ვწყვეტ ახლა. მე მინდა უბრალოდ თქვენ კიდევ ამას რაც ვთქვი დავამატო ის, რომ ზოგი სექტანტები ხსნიან სანთლის სანთელთან დაკავშირებით ინფორმაციას იმით, რომ ადრე სანთლები არ იყო. ხო, ისინი ამბობენ, რომ სანთლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ადრე სანთლები არ იყო. ვეთანხმები და ოთახის გასანათებლად, იმ ადგილის გასანათებლად, სადაც ისინი იკრებებოდნენ, ხალხი იკრებებოდაო, ადრე იესოს დროს მაგალითად ხმარობდნენ ზეთის სანთლები იყო ასეთებში მაგვარი ჭურჭელი, ჩაღრმავებული ჭურჭელი, რომელშიც იტობოდა ძაფი, ზეთს ასხამდნენ და ამ ზეთოვანი სანთლებით ინათებდნენ თავის სივრცეს. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი სანთლები როდის შემოვიდა მოხმარებაში, მაგრამ კი შეიძლება ზოგმა თქვას, რომ რაღაც ატრიბუტებს ანიჭებთ
რიტუალურ მოქმედებას, რაღაც მაგიურ თვისებებს ანიჭებთ, ნივთებს, გეთანხმებით. მაგრამ ძველად ხალხმა იცოდა ყველაფრის მნიშვნელობა. ხო, ამ პიროვნების გვარით რობერტ თითოთით ოქსუზიანი ჩანს, რომ ეს არის სომეხი და ერთხელ მე მოხდიო სომხურ ეკლესიაში და იქ სადაც ჩვენ ახლა ქართულ ეკლესიებში რო შევდივართ ან ხრეშივითა რაც ხა მოყრილი ან სილა ხო იქანეო მასე იყო დამიწებული მაგრამ წყალიც ესხაო და ესო წყალი მიწა და თან ჩვენ გარშემო ხაერი ისედაც არისო უფრო აძლიერებსო სანთლის ანთების სიძლიერეს თან კიდევ ბევრს აქვს წესად მე გითხარით რომ რელიგიებს არ ვეკუთვნი რელიგიების ეგრეგორებიდან გამოვედი 10 სექტებს ვეკუთვნი 10 რელიგიებს ვეკუთვნი და ადრე ვამჩნევდი მე ეკლესიაში ერთი რომ დაანთებდა სანთელს მეორე კიდევ და მაგ სანთელს გადაადგილებდა არ შეიძლება არავის მოაკიდინოთ ხელი თქვენ დაანთებულ სანთელზე და კიდევ ეკლესიებში შედიან ხშირად ჯადოქრები, როდესაც რამის გაკეთება უნდათ ან ჯადოსი ან ავადმყოფობა უნდათ ვინმეს გადადონ, ხო? უცხო ადამიანებს ნუ მიცეთ უფლებას, ხო ამას მე რატო გეუბნებით ახლა, რადგან ამ თემას შევეხეთ, მინდა თქვენს გაგაფრთხილოთ, თქვენ რომლებსაც ჯერ კიდე სწამთ ქრისტიანობის და დადიხართ ეკლესიებში, მინდა რომ თავი დაიცვათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც იქ მიდიან იმისათვის, რომ ან რამე გადაგდონ, ან კიდევ ბევრი რიტუალები არსებობს, მე ხა ყველაფერი არ ვიცი, არ მიცეთ უფლება თმებზე შეგეხოთ ვინმე. თმანგაშლილი არ წახვიდეთ ეკლესიაში. და თუ შეხვალთ, დადექით ყოველთვის კედელთან, რომ ვინმე მას შეგეხოთ. ეკლესიაში საათი არ კითხოთ, ისა უბრალოდ თუ კითხავენ რომელი საათიაო არ უპასუხოთ. ახლა თუ მორწმუნებასაც დამაბრალებენ, არა. თუ მორწმუნე არა ვარ, მაგრამ მე მწამს, მე მჯერა რომ ენერგიები, ჩვენც ენერგია ვართ, ყველაფერი ენერგია ჩვენ გარშემო და ამიტომ მე მინდა რომ თქვენ დაიცვათ თქვენი თავი, იმიტომ რომ ბოროტი ჯადოქრები, რომლებიც აკეთებენ ამა თუ იმ წამლებს, ზოგი ისე აკეთებს, უბრალოდ ძულს ხალხი, ძულს ყველა. იყო ერთი ფოტოგრაფი თურმე. ხო, ახლა გადახდი ამაზე. იყო ერთი ფოტოგრაფი. ეს არის ცხოვრისებული ისტორია, რომელსაც სადაც ისტორიას მე ხშირად ვუსმენ, ერთს მაინც ვუსმენ, როდესაც ჩავთავ ერთგვარიან ინტერნეტს ან ორს, როდესაც რამე საქმეს ვაკეთებ. იმიტომ რომ ცხოვრისებული ისტორიები საჭიროა. და ფოტოგრაფის დედა ყოფილა ძალიან ბოროტი ქალი და რას ნაკეთება ის ქალი. ფოტოგრაფთან ხომ მოდიოდით სურათის ადრე კი იცით არ იყო ციფრული აპარატები, იყო ჩვეულებრივი აპარატები და ფოტოგრაფია ავლენდა ან სტუდია ჰქონდა, ან სახში ავლენდა ფოტოებს, სპეციალური წამლებით. ჩემი ასაკის ხალხმა იცით თუ როგორ იბეჭდებოდა, ჟღავდებოდა და მე იბეჭდებოდა ფოტოები ჩვენი. და ეს ქალი თურმე იპარავდა სურათებს, მიდიოდა სასაფლაოზე და იქ რაც ხარ რიტუალებს აკეთებდა და ვინც კი მოვიდა ამ კაცთან სურათის გადასაღებლად, ყველას წამალი, ყველას ეს ჩაუტარა რიტუალები სასაფლაოზე, არ ვიცი სად რა ჩამარხა და ყველა ეს ხალხი რაღაც მოკლე დროის შემდეგ გვტებოდა. შვილიც გააყოლა უკან. შულზე ესე იგი პასუხი აგებიეს შვილით. შვილიც გარდაიცვალა. და ეს ქალი მე დიდხანს ბოროტი ადამიანი იყო. ამიტომ გეუბნებით. მე გამოვედი იქიდან, მაგრამ მე ვიცი იქ რა ხდება. ხო და ამიტომ ფრთხილად იყავით, ჩემო კარგებო. არ თმები შეიკარით, რომ მიდიხართ. გაშიშვლებული არ უნდა გქონდეთ ხრები. იმიტომ კი არა რომ ასე ითხოვს ქრისტიანობა, არა. ქალი, როდესაც გაშიშვლებული დადის ქუჩაში,
მას ეკარგება სასიცოცხლო ენერგია. ქალი, როდესაც მაგაშლილი დადის ქუჩაში, ის იზიდავს ნეგატიურ ენერგიას ამ თმებში. თმები ჟღლინთება გარშემო ნეგატიური ენერგიებით. ადრე სხვათა შორის ძველ დროში თმაგაშლილი დადიოდნენ ცუდი ყოფაქცების ქალები. არა, შეურაცხყოფად არ მიიღოთ ეს. ადრე ცუდი ყოფაქცების ქალებს ეცვათ ბრწყინვალე ტანსაცმელები. ახლა კი ბრწყინვალე ტანსაცმლებში მომღრლები გამოდიან სცენებზე. ან სადღესასწაულოდ ვიკერავთ, ხო? მე გეუბნებით უბრალოდ ამას იმიტომ, რომ თქვენ დაიცვათ თქვენი სასიცოცხლო ენერგიები. ნაგავი ღამით არ გადაყაროთ. ისევ თემას გადავუხვიე. კარგით, მოდით ახლა ჩვენ მოუბრუნდეთ ისეთ სანთლების მნიშვნელობას. და სანთელს უფრო მეტი ძალა აქვს, თუ ის ნატურალური მასალისგან არის დამზადებული. ნუ ახლა სასურველია თუ თქვენ გინდათ სივრცე გაწმინდოთ, უბრალოდ არა სავალდებულო რამე თქვათ, რამე უბრალოდ აანთეთ სანთელი და გაიარეთ იმ ოთახებში, იმ ტერიტორიაზე, რომლის სივრცის გაწმენდა გინდათ. ოღონდ სასურველია პარაფინი არ იყოს ეს თანამედროვე თეთრი სანთლები რომ იყიდება მაღაზიებში და ბაზარებში. სასურველია ბუნებრივი მასალისგან, როგორც სკისგან, თურისგან აკეთებენ, როდესაც ფუტკრის თავს ამოიღებენ, ხო რჩება დამალწდა იმის დასახელება რუსულად ვოსკია, ვოსკი. ცვილი, პაპატიეთ გამახსენდა. ხო, აი სასურველია ცვილის იყოს, ნატურალური ცვილის. და რა ძალა აქვს ახლა ცეცხლს? არა აუცილებელი ჩვენ ვიყოთ რომელიღაც რელიგიის წარმომადგენელი, იმისთვის რომ დავანთოთ სანთელი და გავწმინდოთ სივრცე. არა, თქვენ თუ რამე მნიშვნელობას არ მიანიჭეთ, ან მაინდამაც არა სავალდებულო კტრებს დავუნთოთ, ან ცოცხლებს სანთლები. არა, უბრალოდ ძალას აქვს, მაპატიეთ, ცეცხლის აქვს ძალა განადგუროს ნეგატიური ენერგია. ყველაფერი ის ბრნელი, რაც იმ ტერიტორიას, იმ სივრცეში, რომელშიც თქვენ იყოფებით, არის ეს იქნება ნეგატიური ბნელი, თუნდაც თქვენ თუ მარტო არ ხართ იმ ტერიტორიაზე, ახლა მე მაგალითად ხო ვქირავ ოთახს აქა. მე მარტო არა ვარ იმ ტერიტორიაზე, ტერიტორია ეკუთვნის პატრონს, ხო მასია. მე უბრალოდ ოთახს ვქირავ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს პატრონის ოჯახი, ძალის შვილი, ორი შვილის შვილი, ორი ტკუმური. ასე თუ ისე მათი ენერგიები მაინც ერევა ჩემ ენერგიას, ამიტომ მე ვცდილობ სულ გავწვიდო სივრცე. არა, მე სანთლი დავწმინდავ. მე უბრალოდ სივრცეს ვესაუბრები. იმ დროის სივრცის კონტინუს, რომელშიც მე ვარ, ვესაუბრები, მადლობას ვუხდი. ნუ მე მაქვს უკვე კონტაქტი, მე ვგრძნობ, როდესაც სივრცე მიგზავნის, მე ასე ვთქვათ, კარგ განწყობას დიახ, მე ვგრძნობ ამას ყველაფერს. და როდესაც ნეგატიური ისრებს მიგზავნიან, იმასაც ვგრძნობ. დიახ, და ვცდილობ ხელად ბლოკი დავაყენო. აი, მე მაგალითად გეტყვით ახლა არა ლოცვები და ეს თქვენ იცით რაც თქვენ გწამთ, თქვენ იქნებით თქვენ წმენაში, რომც მოვიდეს დაუშვათ ბოლოშამი, ჟამი არა, ბოლოშამი კი არა, ბოლოშამი არ მოვა, უბრალოდ ტრანსფორმირება მოხდება, მაპატიეთ, პერეხოდ გადასვლას რო გულისხმობ მე. ჩვენ არსად არ გადავალთ, ჩვენ დედამიწაზე ვიქნებით, უბრალოდ განსხვავებები მოიმართეს და მე რას გეუბნებით ახლა. უბრალოდ ხო, რადგან ამას ვეხები ეკლესიას და სანთლებს, მაგასაც რო გეუბნებით, ნუ შეშინდებით. თქვენ რა წმენისა არ უნდა იყოთ და რა წამსისა არ უნდა იყოთ, თქვენ რომც არ შეიცვალოთ თქვენი აზრი და რომც დარჩეთ თქვენ წმენაში, თქვენი წმენი და თქვენი იმით გადახვავთ.
თავარი არ არის, თავარი ის კი არ არის თქვენ რა გწამთ, რომელ წამს ეკუთვნის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ პანიკაში არ ჩავარდეთ. უცებ გამოხვიდეთ და უშუალოდ თუ ხართ მუსულმანი და გადახვიდეთ ქრისტიანულში. ან თუ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანი, გადახვიდეთ კათოლიკურში ან პროტესტანტულში. არა, ეს არა სავალდებულო გააკეთოთ. თქვენ სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, თქვენ უნდა დარჩეთ ადამიანად. განა რელიგია და მწამს აქვს მნიშვნელობა თქვენი ადამიანობის შენახვის პროცესში? არა. ეს წმენა, ეს წამსი მოგონილია იმისთვის, რომ ხალხი გააკონტროლონ. ხართ თქვენ ამ ეგრეგორში იყავით, შეგერგოთ იმაში, რომელშიც თქვენ იმყოფებით. ეს თქვენი ნება. მე გამოვედი, მე არ მინდოდა რომელიმე წონის რელიგიაში, ეგრეგორში დარჩენილიყავი. გამთავისუფლე რელიგიით კი ხა მე სულიად თავისუფალი არ ვარ, რადგან ჯერ კიდევ სისტემის მდევალი ვარ. მეც ყველანი ჩვენ ჯერ სისტემა არ შეიცვალა, ბოლომდე ასე ვთქვათ ვებთვით, ჩვენ ვართ ორ სისტემას შორის, ერთი მიდის, მეორე ძლიერდება ახალი სისტემა. და ამიტომ თქვენ ნუ სინდისი ნუ მაპატიეთ ნუ ქეჯნით იმის გამო რომ დაუშვათ ეჭვები ნუ ქეჯნით შეიძლება გაგიჩნდეთ ეჭვები იმის გამო რომ თქვენ სწორად აკეთებთ რომ თქვენ წვენაში ხართ და არ უნდა გადახვიდეთ და უშუალოდ შემდეგ წვენაში რომ გადარჩეთ არ დაუჯეროთ არავის. ახლა მით უმეტეს იეჰოვას მოწმეები იქნება ეს 50-იანები თუ დაიწყებენ ახლა თქვენ ასე ვთქვათ ჭყნენ ტვას რომ აი მოდის ეს დრო, მე არ ვიცი ახლა იეჰოვას მოწმეები რას ქადაგებენ, მე არ მომისვენია რამდენი წელია მართვის რომ ქადაგებ აი მოდის დრო და დროზე გამოიცვალე წმენა შენი მწამსი გადმოდი ჩვენთან ჩვენი იწამე დაუშვათ მე მაგალითი ავიღე იეჰოვას მოწმეების ხომ არის ასე შეიძლება ბევრმა გითხრათ ხო აი ჩვენი მაგალითად შენ უნდა გახდე ან იეჰოვას მოწმეს ეუბნებიან შენ უნდა გახდე მართლმადიდებელი ეკლესიაში უნდა დაიწყო სიარული ქრისტიანულ ეკლესიაში რომ გადარჩი ხო მაგალითები მომყავს არ გინდათ ნუ დაიჯერებთ ამას თქვენ სადაც ხართ იქ დარჩით ეს თქვენი გზა თქვენ ეს გზა თქვენ თვითონ უნდა გაიაროთ განა ხილს ყვახეხილს მოკრიფავს ვინმე დროზე ადრე არა ხილი თავისი დავარდება როდესაც დამწიფდება ხომ ასია თქვენ შეგიძლიათ თქვენ წვენაში თქვენ წავში დარჩეთ მაგრამ თქვენ თავარია დარჩეთ ადამიანად თავარია თქვენი სიმართლე შეინახოთ გესმით თავარია თქვენ პოზიტიურად იაზროვნოთ პოზიტიურად იყოთ განწყობილი და ჯერ თქვენი თავი დააფასეთ თქვენ თავს დაეხმარეთ თავარი ესაა იმიტომ რომ ჩვენ არც ერთი არ გადავართ ჩვენ რო დაგვიწყებენ უკვე დაწყებულია განაწილება ჩვენ კი არ მოგთხოვენ პასუხს ჩვენი წმენიდან და წამსი და ისა რომელ ტაძრებში დავდივართ იქნა გამომდინარე არა ჩვენ პასუხს მოგთხოვენ ჩვენი ადამიანობიდან ჩვენი სულის მდგომარეობიდან გამომდინარე არავინ შეგაშინოთ ნუ ჩავარდებით პანიკაში ნუ ჩავარდებით ან რომ გეტყვია წადით ხარა მოძღვართა მოინანიე და არც ესა საჭირო არა საჭირო თქვენ გულში თუ მოინანიებთ რომ თქვენ დაუშვათ არასდროს იქციოდე ამ თვით შემთხვევაში თქვენ სინდისთან მოინანიეთ იმიტომ რომ თქვენ რომც დამალოთ რამე თქვენ თავრია თქვენ თავს არ დაუმალოთ თქვენი შესტომები მოდით ახლა ისეთ თემას დავუბრუნდეთ ადრე დიდრულ სახლებში იყო სულ მაპატიეთ რა ხანდახან ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში ხანდახან ვერ ვიხსენებ დასახელებებს რუსულად ქვია მაგას კამინ აუ მაპატიეთ ბუხარი
ვერ გავიხსენე, ინტერნეტში შევედი მაგის გამო. ბუხარი. თუ სახლში არის ბუხარი და ბუხარში ცეცხლს დაანთებ და ბუხართან დაშტებით, ეს კარგია. მაგრამ ბუხარი თუ არ გაქვთ, კარგია ისე რა, უბრალოდ სანთლები დაანთეთ, რამდენიმე სანთელი, რომ სანთელმა გაწმიდოს ნეგატიური ენერგიისგან თქვენი სივრცე, თქვენი სახლის სივრცე. ხო. ტყუილად არა საჭირო რაღაცის გამო დაანთო. ისე და უყურო ამ სანთელს. ხო, თქვენ ასეთი წესით შეგიძლიათ თქვენი სახლი განწმიდოთ ნეგატიური ენერგიისაგან. არც ღვთის მოყვანა არა სავარდებულო, არც მოლას მოყვანა არა. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არ არის საჭირო ეს მიჯაჭვულობა. თავარია თქვენ რა გინდათ. სხვათა შორის ნეგატიური ენერგიისგან წმინდავს აბზინდა არის ოთხნაირი. ჩვენთან საქართველოში იზრდება გორკაპალღი, ძროხებს რო აჭმევენ, პეტრუშკას რომ გავს. ხო, ის აბზინდა შეგიძლიათ შეაგროვოთ, გაახმოთ, აგრეთვე აიღოთ ნიორის ფუჩეჩები, რადგან ნიორი რომ იხმაროთ, ნიორი დააპება და ყველაფერს დააპოვს. ნიორის ფუჩეჩები, ხახვი არა, ნიორის ფუჩეჩები, აგრეთვე ჭინჭარი. არა, ამ კაცმა თქვა მარტო აბზინდა. მე ვიცი რომ აბზინდა, ნიორის ფუჩეჩი და რა გითხარით მესამე? ხო, ჭინჭარი. ეს აიღეთ ნაჭრის მეშოქში ჩაყარეთ, შეგიძლიათ კარების ზევით დაკიდოთ. ან პატარა მეშოკი შეგიძლიათ შეკეროთ, იქ ჩაყაროთ ეს ყველაფერი და სუმკაში ჩადო და ატაროთ თან. არა, ეს მომწუნეობა არ არის. ეს არის უბრალოდ თქვენი თავის დაცვა, ენერგია. სხვათა შორის მე კი რამდენი ხანია მინდა ამის გაკეთება. ხო, სუმკაში ჩაბიდო და ვატარო სუმკით. ხომ არის მაგალითად შავი სანთლები, არსებობს შავი სანთლები და მეგონა რომ შავი სანთელი მხოლოდ სატანური რიტუალების დროს გამოიყენებოდა, არა თურმე. შავი სანთელი ატარებს უბრალოდ მოქმედებს ისე რომ წმინდავს ნეგატიური ენერგიისგან სივრცეს. ხო და თურმე შავი სანთელი გამოიყენებოდა სიყვარულის შესადენად, პირადი ცხოვრების ჰარმონიზაციისთვის და აგრეთვე შავ სანთელს იყენებენ როგორც ფულად ცენტრებს. არის მწვანე სანთლები, რომლებიც პირველ რიგში მიმართული არიან მატერიალურზე, ფინანსურზე. არის ყვითელი სანთლები, რომლებიც მიმართულია როგორც წესი ჩაკრა მანიპურაზე, შენ შიდა ძალაზე, შენ ნებისყოფაზე, აგრეთვე შენ სულების ასრულებაზე. არსებობს კიდე ოქროს სანთლები. ოქროს სანთლები წარმოადგენს იმ სანთლების კატეგორიას, რომლებიც არიან მოგოფუნქციონალურები, ესე იგი ყველა საკითხის მოგვარება შეიძლება ამ სანთელთან სანთლის გამოყენების შემთხვევაში. ხო და ოქროს სანთლებიო ათლიერებენო იმ ყველა თვისებებს უნარეს, რომელიც ჩადებულია პროგრამით ამ ოქროს სანთელში. და რადგან ჩვენ ახლა შევეხეთ ნეგატიურ ენერგიას, მე კიდევ გამახსენდა რაღაც, მინდა დავამატო, მე ხა ცალ-ცალკე ვიდეოებს ხოლმე გადავიღებ ყველა თემაზე, ხოლმე გადავთარგმნი და მინდა ჩავამატო ამაში, რადგან ნეგატიურ ენერგიას ეხება ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდას. თქვენ როდესაც ტანსაცმელს ყიდულობთ მაღაზიაში, მე მაგათად ყველაფერს არ ვეცხავდი. საერთოდ წესია, უნდა ამოავლო ის ტანსაცმელი მარილიან წყალში. მარილიანი წყალი აშორებს ნეგატიურ ენერგიას ნივთს. ისევე მეორადებში მაგალითად თუ ყიდულობთ რამეს, უნდა გარეცხოთ მარილიან წყალში, ეს ერთი. კიდევ მარილიანი ტილოთი უნდა გაწმინდოთ კარის სახელურები. მარილიანი წყალი უნდა დაასხოთ შემოსასვლელს იმისთვის, რომ ნეგატიური ყველაფერი წავიდეს, გაიწმინდოს ნეგატიურისგან თქვენი სივრცე. და კიდევ არასდროს თქვენი ნივთები და თქვენი ტანსაცმელი არათხოვოთ თუ და თქვენი ოჯახის წევრები იყოს. მით უმეტეს ფეხსაცმელი. ფეხსაცმელში არავის ჩააყოფიოთ ფეხი თქვენ ფეხსაცმელში.
რაც ეხება პირად ნივთეს მით უმეტეს არ უნდა ათხოვოთ. რადგან როდესაც ვინმეს თუნდაც თქვენი უყურეთ ახლა დავუშვათ ბევრი ოჯახის წევრებია თქვენ ოჯახში ხო? ბევრი მრავალსულიანი ოჯახია. ყველა ხომ ერთნაირად არაზრუნის ყველას ხო ერთნაირი ენერგია არ აქვს ხო და შეურაცხყოფა არ ჩამითვალოთ და ერთი მახინში ყოველთვის გამოირევა მე ფიზიკურ გაგებით არ ვამბობ სულიერი გაგებით ერთი სულიერი მახინჯი ყოველთვის გამოჩნდება ოჯახში ხო და თქვენ ხო ხდებით მე რაზე საუბრობ ოჯახის წევრები ერთის და ხორცის მაგალითად დები ძმები ვერ იქნებიან ერთნაირები ვერ იქნებიან კი ჩვენ დავიბადეთ ერთი ფიზიკურად ერთი დედისგან ერთი მამისგან მაგრამ ჩვენ ვართ სხვა ჩვენში ავატარის მიხედვით კი არ ვართ ჩვენ კი არ მოქმედეთ ჩვენ მოქმედეთ ჩვენი სულის მდგომარეობიდან გამომდინარე ხო ამიტომ მე ვეთანხმები ერთი მამაკაცის ასს რომელიც გამოვიდა ინტერნეტით და თქვა ოჯახის წევრები რადგან ჩვენ ერთი ოჯახის წარმომადგენლები ვართ არ არიან ნათესავები ერთმანეთი ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად ვართ ერთმანეთის ნათესავები თორე ჩვენ ყველა სხვადასხვა წარმომადგენელი ვართ სხვადასხვა სულის რადგან ეს სულები შეიძლება სხვადასხვა კი წყარო ერთია მაგრამ შეიძლება სხვადასხვა ხრებიდან მოვიდა რადა კოსმოსი ხო ფართოა შეიძლება დემონური სული სულმა შეანაცვლა ადამიანური სული ხდება ასე კი ხდება ეს საიდუმლო არ არის თურმე წინაპრებმა თუ დაუშვათ რამე კონტრაქტი დადეს დემონებთან დემონების სულების დემონებად შეცვლაზე მაშინ მე ხომ გეუბნებით მე ვიცნობ ერთ ადამიანს რომელშიც სულის მაგერად ეს არის დემონი მე ჩემი თვალით ნახე არ ვიტყუები სულ სიმართლეს გეუბნებით მაგრამ მე მაშინ ბავშვი ვიყავი მეორე კლასში და ამდენად არ მესმოდა მაგრამ მე რატოღაც არ შემშინებია მე უბრალოდ მეგონა რომ მე მომელანდა და როდესაც მე გავიგე ეს ამბავი მე მიხდი რომ მე არ მომლანდებია ნუ მანამდე კიდევ ეჭვდი მე რომ ის ადამიანი იყო დემონი და ხო პირდაპირ ადამიანის მაგივრად ჩემ წინაშე წარდგა შავი დემონი ხდება ასეთი რაღაცა მე ხომ გეუბნებით მე ჯერ არ ვარ გარკვეული ჩემ თავში მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ესეთი რაღაცები ხდებოდა ხოლმე კი ზოგჯერ მეშინოდა ზოგჯერ არა მაგასაც რომ გეუბნებით მე კი გამოხვითების სტადიაზე ვარ მე დავდექ ისტორ გზაზე მაგრამ ჯერჯერობით მე ყველაფერს ახსნა არ შემიძლია მე ხა გუშინ წამოწოლილი ვიყავი თავში ვიწეთავდი და მე ვხედავ იცით რა როგორც კინოს არ იცი მგონი რა იყო ეს კარგი მოდით ამაზე ნუ ვილაპარაკებთ მე საერთოდ გეუბნებით საერთოდ ეზოტერიკაში აგრეთვე იყენებენ ლურჯ სანთლებს რომლებსაც იყენებენ სრულების ასასრულებლად შენი მიზან დასახულების მისაღწევად და ეზოტერიკულ სამყაროში ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ფერის სანთლები გააჩნია რა მოცანა გაქვთ რა მიზნები ხო ახლა რობერტი ამ წამყვანმა რობერტ ოქსუზიანმა მივიდა უბრალოდ წამყვანმა კითხა ზუსტად ის რაც მე თქვენ გითხარით დასაწყისში რა უყოთო დაბადების დღის სანთლებსო დაბადების დღესო სანთლებს რო აკრობენო ეს არ არის თუნდაც კარგიოდ უპასუხა რობერტმა ხო ახლა ბევრი საუბარია იმაზე რომ დაბადების დღის სანთელს რომ აკრობო შენი საცოცხლო ენერგიას თითქოს ივსებო მაგრამ მე მთლად ვერ დავეთანხმებიო ამას ამ ტრადიციებს აქვსო
მივყავართო ჩვენ ძალიან ძველ დროში. ქალ ღმერთ არტემიდასთან მოქონდათო თაფლის ნამცხვარიო მის დღესასწაულზე სანთლებ ჩარჭობილი. და როდესაც აკრობდნენ ამ სანთლებს, ნიშნავდაო იმას, რომ თვითონ ღამემ მიიღო ეს საჩუქრები და მისცა ის არტემიდას. და ეს დაბადების დღეს სანთლების ჩაქრობა წარმართული ტრადიცია, რომელიც დღემდე დღევანდელ დღეს არის გავრცელებული. ხო და ბატონი რობერტი ამბობს, რომ ხო, რობერტ ოქსუჯანი ამბობს, რომ დღესდღეობითო დღევანდელ დღესო, როდესაც აკრობინო დაბადების დღის სანთლებსო, თქვენ ხო რიტუალებს არ ატარებთო, თქვენ უბრალოდ აკრობთო მათ. ამიტომ მაინდა-მაინც უარყოფითი ნიშნულობა შეიძლება არ ქონდესო ამ ტრადიციას. ნახევრად ეთანხმება ეს კაცი, მაგრამ როდესაც რიტუალის დროს ხდებაო, რაღაც რიტუალის ჩატარების დროსო, ამ სანთლების ჩაქრობა, იქ უკვე სხვა მდგომარეობა იქნებაო. ხო და ეს კაცი ამბობს, რომ კითხვა დაუსვა წამყვანმა, შეიძლება მაგალითად დაბადების დღეზე ხო მარჭობენ სანთლებს, ხო ბოლომდე არ აცლიან მაგას დაწვას, აკრობენ და მე ინახავენ. შეიძლება თორე ასე მოგცევა, რომ მაგალითად რამდენჯერმე მოიხმარო ეს დაბადების სანთლებიო, რატომაც არაო, თქვენ ხო რამე ნიშნულობას არ აძლევთო მაგას, ეს არის უბრალოდ ატმოსფერული სანთლები, რომელსაც ეყენებოდო დაბადების დროს. არაო, ნიშნულობა არა აქვსო. წელიწადში ერთხელ ხმარობთ ამას თქვენ, ეს კაცი ამბობს, მაგრამ სხვა ბლოგერების, ზოგი ბლოგერების ნათქვამით, ჩაქრობა არ შეიძლება, შენ როდესაც სულს უბერავ, შენ ცეცხლს ხომ ანთებ იმით სულით. ნუ კაი, შეგიძლიათ ჩააქროთ ხელით ასე, ან სპეციალური ჩასაქრობებია, მაგრამ შეგიძლიათ არ დაუბეროთ. ნუ ეს ახლა ვინ როგორ, მე საერთოდ მივატოვეთ დაბადების დღის აღნიშვნა. წამყვანი ეკითხება, როგორ უნდა მოიქცეთო, როდესაც პროგრამული სანთელი, რაც უძახის პროგრამულ სანთელს არ ვიცი, ალბათ სანთლებს, რომელიც იყიდება, გამზადებულ სანთლებს, ალბათ ესაა პროგრამული. როდესაც ამ სანთელს აანთებოდა, ის სანთელი იწყებსო შავ ბოლს უშვებსო და სურისო გარშემო ყველაფერს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეო? ხო და რობერტი ოქსუჯანი პასუხობს, თუ ეხლა სივრცე დაკეტილიაო, ქარი არ არისო არსად და სანთელი მოძრაობს რაღაც უშნოდ, შავ ბოლს უშვებსო, ან ხანიხეთ დაიწევა, ხანიხეთ თითქოს დახურულ სივრცეში, სანთლის ალი შენ რაღაცაზე მიგანიშნებსო, რომ რაღაც ისე არ არისო. და თუ ცხედის ალმოკიდებული, ცეცხლმოკიდებული სანთელი შავად ბოლავსო, შავიო იმით, ალბათ ყველას გინახიათ. ესე იგი ის სანთელი თქვენ გიხსნითო ბევრ ნეგატივს. როცა წმინდავო სახლს და რიწმინდავთო ჩვენ სახლს სანთლით, ხო და სანთლით, როდესაც წმინდავთო სახლს, იღებო შავ სანთელს და ყველა მთელს სახლის გარშემო შიგნით ოთახებში შედიხარო და არისო ადგილები, სადაც ეს სანთელი იწყებსო შავად ბოლვას, შავ ორთქლს უშვებსო დიდი რაოდენობით. წამყვანი ეკითხება, რა უნდა გავაკეთოთო სანთლის ნაწვავი რო რჩება. მეც ბევრჯერ მიფიქრია, სწორად ვიცი, მე ნაგავში რო ვყრი ამ ნარჩენებს და უშად ადრე დავდივდი ეკლესიაში ან სახლში გვენთო სანთლის ნარჩენები, თუნდაც პარაფინის იყოს. თურმე ეს საეკლესიო სანთლები რომელსაც გასაწმინდად ვიხმართ, მე არ გულისხმობ პარაფინის სანთელს, ეს ალფა შუაში არა. სანთლის ნარჩენები დაუშვათ თქვენ რომ მოწინააღმდეგეები ხატების წინაშე ანთებთ და რჩება, ეს ნარჩენები არ უნდა გადაყაროთ, ეს ნარჩენები უნდა შეაგროვოთ და დადოთ უნდა ხის ქვეშ. სასურველიაო ასე მოიქცეთო, რადგან ხესო გრძელი ღმა ძრები აქვსო და ეს სანთლები ჩადისო მიწაში და
ხდება უმისი ტრანსფორმირება და გაწმენდა. როდესაც ჩვენ ვიწმინდავთ ჩვენ თავს, ჩვენ ენერგეტიკას, ვწმინდავთ სახს, სახლის ენერგეტიკას, ჩვენ ხო ვთხოვთ რომ განვეჭიდოთ ამ ნეგატიური ენერგიისგან და ეს ნეგატიური ენერგია უნდა ჩავიდეს მიწაში, იქ უნდა ტრანსფორმირება მოხდეს მისი, რომ შემდეგ ნათელი ენერგიით მოგვიბრუნდეს ისე ჩვენო. და მიწაში რა განლაგებული, რასაკვირველია ვულკანური ლავა, მაგმა და ის ხო ცეცხლია იგივე. ის ცეცხლი წმიდავს ამ ენერგიას, ნეგატიურ ენერგიას და უკვე ნათელ ენერგიას უშვებს ჩვენსკენ, დედამიწა. კარგი, მოდით ამაზე შევჩერდები. მადლობთ ყურადღებისთვის.